პრემიერ-მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ არ იგეგმებოდა ერთობლივი განცხადების გაკეთება, თუმცა როგორც ბიძინა ივანიშვილმა, ასევე კოტე კუბლაშვილმა ერთობლივი განცხადება მედიასთან გააკეთეს. შეხვედრის ძირითადი თემა, როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, იყო ის რეფორმა, რომელიც სასამართლო სისტემაში და სასამართლო ხელისუფლებაში იგეგმება. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლებისთვის მთავარია ახლა გათავისუფლდეს სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან. გარდა ამისა, დღევანდელი შეხვედრიდან ცნობილი გახდა, რომ არ არის გამორიცხული სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მომავალშიც გაიმართოს შეხვედრა. იუსტიციის მინისტრი ახლოს მომავალში გეგმავს შეხვედრას პროკურორებთან და მოსამართლეებთან. ამ იდეას პრემიერ-მინისტრი მიესალმება. საინტერესო საუბარი ჰქონდა. საუბარი საერთოდ შეეხებოდა იმას, რომ სასამართლო უნდა იყოს აუცილებლად დამოუკიდებელი, როგორც ახალი ძველი გუნდისაგან და რაც თავარია, საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი. აი ეს იყო ძირითადი და ეს გაზრდა ჩვენ საუბარს ძირითად თემად. ვისაუბრეთ იმაზეც, რომ რეფორმების გატარება აუცილებელი, ბატონი კოტეც გააჩნია მზაობა და თანახმა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიცირებულია იუსტიციის სამინისტროსაგან და ახალი გუნდისაგან, მას აბსოლუტურ 80%-ზე მეტ ეთანხმება ამ რეფორმების სრულებას და იქ მას გააჩნია კითხვები ობიექტური. მე ძალიან კარგად ვიცი ბატონი კოტეს ბიოგრაფია, მისი წარსული და მე ვთვლი, რომ მას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისა, რომ დაასრულოს და ღირსეულად დაასრულოს იმ დროში, რაც მას კიდევ ეკუთვნის და დარჩა, იყოს თავმჯდომარე, დაასრულოს და მაქსიმალურად ობიექტური და დამოუკიდებელი სასამართლო დარჩეს საქართველოში. ძალიან კარგია, რომ ჩვენი შეხვედრა შედგა. ბატონი ბიძინას ინიციატივით შედგა და ამასაც მივესალმები. და ასევე მთლიანად მინდა გავიმეორო ის, რაც ბატონო ბიძინმა უკვე გითხრათ, რომ ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ სასამართლო სისტემა იყოს და უფრო მეტად და უფრო ძლიერად იყოს წარმოდგენილი საქართველოში, როგორც დამოუკიდებელი, ობიექტური და მიუკერძოებელი სისტემა. აი ამას ემსახურებოდა ეს შეხვედრა. ძალიან კონკრეტული საკითხები, რა თქმა უნდა, აქ არ ყოფილა, მაგრამ ვისაუბრეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ხელს შეუწყობს სწორედ კიდევ უფრო გაძლიერებას სასამართლო სისტემის. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ხელისუფლებისგან, ასე ვთქვათ, არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისაკენ, რომ სასამართლოს მიმართ ისინი იყვნენ სწორედ ისეთი, როგორც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება, ობიექტური შემფასებლები გადაწყვეტილებებისა, ობიექტურად უყურებდნენ სასამართლოს საქმიანობას და არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, უმცირესობაც, უმრავლესობაც და ყველანი. ეს იყო პირველი შეხვედრა პრემიერ-მინისტრისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, მან კოტე კუბლაშვილი დღეს გაიცნო. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ასევე გაკეთდა განცხადებები, რომ რის საკითხებთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ პოზიციების თანხვედრა და იმ რეფორმირების კუთხით, რეფორმირებაც იგეგმება სასამართლო ხელისუფლებაში. ბიძინა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ რიგ საკითხებთან დაკავშირებით კოტე კუბლაშვილსაც ანალოგიური მოსაზრებები ჰქონდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სამართლის მუზეუმი დაათვალიერა პრემიერ-მინისტრმა უზენაესი სასამართლოს შენობაში.